Დაბრუნდით სურფავს ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში მე კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა იმ ტელემაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთდა ჩვენ გაცემის სტუმარი გახლავთ ჯართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და შეგახსენებთ ვნების კვირის დიდი ოთხშაბათი გახლავთ დღეს და სწორედ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. მოგესალმებით მამო თეოდორე დაგლოცეთ. ქრისტემ დაგლოცეთ. მიხარია რომ გვესტუმრეთ. მამო თეოდორე ცნობილია ჩვენ ტელემაყურებლისთვის და ყველა ქრისტიანისთვის რომ დღეს არის დღე, როდესაც იუდა ისკარიოტელმა მაცხოვარი 30 ვერცხლად გაყიდა. თუ შეიძლება გავიხსენოთ ეს ამ დღის ქრონოლოგია და ზოგადად რას გეტყოდით დიდი ოთხშაბათის დღის შესახებ. როგორც ყოველთვის ახლა მე მინდა უფალი შეგვეციოს პირველ რიგში, როგორც ყოველთვის ახლა მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც ეკლესიაში ლიტურგიკულად რაიმეს ვიხსენებთ. დღეს ასევე წირვა ვიცით და ანუ ეკლესიაში მოხსენება რამის ეს ნიშნავს ლიტურგიკულ მოხსენებას, ანუ გარკვეული მსახურება ტარდება. როდესაც ეკლესიაში რაიმეს ვიხსენებთ, არასოდეს არ უნდა ვიყოთ იმყოფებოდეთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით წარსულში. არამედ ყოველთვის უნდა გავითავისოთ და ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა თუ რამდენად გვეხება ჩვენ ეს. ამის გარეშე ჩვენთვის ეს ყველაფერი იქნება რაღაც სამუზეუმო ექსპონატი, რომელსაც გარდა ინტელექტუალური ცოდნის არაფერს მოცემა არ შეუძლია და არადა ჩვენი ეკლესიაში ყოფობის მთავარი მიზანი არის ღმერთთან რეალური ურთიერთობა, თან მით უმეტეს ადამიანის სულით ადამიანი თავის თავში მარადისობას ატარებს, ამიტომ ის რაც წარსულს და მომავალს ეკუთვნის, ეს ყველაფერი არის შეიძლება ითქვას ამასოფლის კანონებიდან გამომდინარე, ხოლო ის რაც მარადიული არის მარადიული, ანუ მარადიული აწმყვა. ამიტომ მე დღეს თქვათ, მე თუ დღეს არ განვიცადე ის, რასაც ეკლესია ლიტურგიკულად აღნიშნავს, დღეს თუ არ გავხდი ამის თანამონაწილე, დღეს თუ არ დავსვი კითხვა, რამდენად მეხება ეს და რა კუთხით მეხება ეს მე და რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს ამა თუ იმ მოვლენისადმი, მაშინ ჩემთვის როგორც წევანაც გითხარით ეს რაღაც წარსულის გადმონაშთი იქნება და არც არაფერი. ჩვენ ხშირად გვადანაშაულებენ, იცი, რომ ეკლესია რაღაცა ეს იგივე სამუზეუმო ექსპონატია, რაღაც ეთნოგრაფიული მუზეუმია და ასე შემდეგ. და ჩვენ ვამბობთ ყოველთვის, რომ ეკლესია მარაცოცხალი ორგანიზმია. რატომ არის მარაცოცხალი ორგანიზმი? იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანთა საკრებულო, რომელიც წარსულს იხსენებს, არამედ ეს არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, მასში ღვთისმადლია და ღვთისმადლის მიერ, რომელიც ეკლესიაშია. როგორ არის ღვთისმადლი? იმიტომ რომ იგი ქრისტეს მისტიური სხეულია, იგი სულიწმინდის საუფლოა და სწორედ ღვთისმადლის გამო, რომელიც რა თქმა უნდა სამყაროს მიღმიერი და დროის მიღმიერია ღმერთი თავის მადლით. ამიტომაც ყველა ის მოვლენა, რასაც ჩვენ თითქოს და ვიხსენებთ, სინამდვილეში კი არ ვიხსენებთ, არამედ ჩვენ მასში ვიმყოფებით. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საერთოდ ეს კვირა ხო განსაკუთრებულია. ამ კვირის განსაკუთრებულობა კიდევ ვიმეორებ არის არა მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ ვიხსენებთ ქრისტეს იმ ტკივილებს, რომელიც იწყება ბზობიდან ქრისტესთან ცხოვრება ადამიანურად ხოს ტკივილები იყო, მაგრამ აი ბზობიდან ეს განსაკუთრებულად იწყება. არა მარტო ვიხსენებთ, არამედ ყველგან მეთანხმება ნებისმიერი ქრისტიანი, ვისაც ცოტათი მაინც სულიერად უცხოვრია, რომ აი ამ კვირის განმავლობაში მას განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობა აქვს. არა კიდევ ვიმეორებ, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ფსიქოლოგიურად ამზადებს საკუთარ თავს ამისათვის, არამედ მის ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ისეთი ხდება ამ პერიოდში, რომელიც მის მდგომარეობას განსაკუთრებულს ხდის და ჩააფიქრებს კიდევ ერთხელ თუ ღმერთმა რომელიც მოვიდა ადამიანად ჩვენთვის რა განიცადა, რა მოიმოქმედა და ჩვენ რა გაგვიკეთა. აი ღმერთი ვახსენეთ და ადამიანი ყოველთვის ღვთისხსენებით უნდა ცხოვრობდეს და არ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ისე, რომ ღმერთი არ ახსოვდეს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანმა არ შეიძლება იცხოვროს ისე, რომ თავის ცხოვრების საზრისი არ დაფიქრდეს. ადამიანმა არ შეიძლება იცხოვროს ისე, რომ თავის სიცოცხლის წყაროზე არ იფიქროს. რომელიც ცოცხალია, რომელიც პიროვნული არსებაა, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა შეგვიძლია, რომელსაც ჩვენ უყვარვართ და ეს სიყვარული გამოხატა ისე, რომ იგი ადამიანად მოვიდა. ადამიანმა არ შეიძლება იცხოვროს ისე, რომ ქრისტეზე არ იფიქროს, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ ხო არ შეიძლება ადამიანმა არ იფიქროს. ადამიანი მხოლოდ ადამიანობას ვერ გამოავლენს თუ ის შემეცნებით არ მოეკიდება თელ სამყაროს და საკუთარ თავს შემეცნება და თვით შემეცნება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ადამიანობისა, ცხოველს ეს უნარი არ აქვს. და როცა ადამიანი შემეცნებით ცხოვრობს, როგორ შეიძლება რომ არ იფიქროს
ღმერთზე და იმაზე თუ რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა. შეუძლებელია ამის გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ მაშინ საოცარ უმადურობას გამოვავლენთ. ხშირად არიან ხოლმე მოდიან და მეკითხებიან, მეუბნებიან, როგორც მოწყვას ეს ყველა მღვდელმა კარგად იცის, ადამიანი როცა პრობლემით მოდის, რატომ ამო, რატომ მემართება მე ეს, რატომ აქვს მის განსასწრელი, რატომ მტკივა, რატომ მეკცევა ცხოვრება ზოგადად ეს უსამართლოდ. მრავალი მიზეზი აქვს უსამართლობას. მრავალი მიზეზია განსასწრელს, ცოდვას. ერთ-ერთი მაგალითად ჩვენი ცოდვები, ჩვენ რას ნიშნავს ცოდვა? ზნეობრივი სამყაროში არსებული ზნეობრივი კანონები, ჩვენ უგულებელს ყავით, ის როგორც ფიზიკური კანონების უგულებელს ყოფა არ შეიძლება, რომელიც ჩვენ დაგვაზიანებს, ასევე ზნეობრივი კანონების უგულებელს ყოფა. ეს არის ცოდვა, არასწორი ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს მე განსასწრელებს იწევს, მაგრამ მარტო ჩვენი ცოდვები არ არის ხოლმე მიზეზი ჩვენი განსასწრელებისა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი გამოცდილებით, როგორ უყვარდით როგორ უყვარვართ ღმერთს, როგორ უყვარს ადამიანად მოსულ ღმერთს ადამიანი. საქმე იმაშია, რომ მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიგებ, სანამ არ მივხვდები ქრისტემ რა განიცადა ჩემთვის. მაგალითად, შენ რომ ადამიანს რაღაცა ტკივა, შენთვის ტკივილი პირადად კონკრეტული ტკივილი გამოცდილი გაქვს. მაშინ მივხვდები ადამიანს როგორ ტკივა და მას უთანაგრძო. სხვისი ჭირი ღობეს ჭირი ესე ვერ იქნება, იმიტომ რომ შენ ეს ჭირი შენთან უკვე გამოცდილი გაქვს, ხო? მაზღარი ფშიერისას ვერ გაიგებს სანამ თავად არ მოშივდება. ამიტომ როდესაც ჩვენ მოგვექცევიან უსამართლოდ, ჩვენ ხვდებით, აი ქრისტეს როცა უსამართლოდ ექცეოდნენ, ქრისტე რას განიცდიდა. როცა ქრისტეს შეურაცხყოფდნენ, ჩვენ ვხვდებით ამას მხოლოდ მაშინ, რას ნიშნავს, როცა ჩვენ შეურაცხყოფენ, როცა მე მეტკინება რაიმე, როცა მე გულს მატკენენ, მაშინ მე მივხვდები ქრისტეს როგორ ატკენდნენ გულს და ასე შემდეგ. აი დღევანდელი დღე ეს ნებისმშვიდული და დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ქრისტეს ტკივილების თუ ესე იგი ქრისტეს ტკივილებთან დაკავშირებით. ამიტომაც ოთხშაბათი დღე ყველა მიცეს, ახლა ეს მთელ წელს ვიხსენებ ჩვენ ოთხშაბათს. არა მარტო ეხლა დიდ ოთხშაბათს, არამედ ყოველი დღე ოთხშაბათის ყოველი დღე იშვიათი გამონაკლისების გარდა მარხვა არის. ანუ მე რაღაცნაირი ფორმით მინდა ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის მახსოვდეს ის ოთხშაბათი, როდესაც უფალმა რაღაცა განიცადა, როდესაც რაღაცა მოხდა. რა მოხდა ოთხშაბათს? როგორც თქვით, ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ღმერთზე და როცა ღმერთი ადამიანად მოვიდეს, მას განსაკუთრებულ მდგომარეობაში დამყოფილდეს. ჩვენი ცხოვრების საზრისი და არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე თუ რა დამოკიდებულება მაქვს მე ადამიანად მოსულ ღმერთზე და იუდაში, ხა იუდა ყველა ვიცით ვინ არის. იუდაში ეს არჩევანი ძალიან მკვეთრად გამოვლინდა. ცოტა შორის დღევანდელ დღეს კიდევ ერთი რამ მოვლენა მოიხსენება, ეს არის როდესაც ძვირად ღირებულ მირონს ცხებენ მაცხოვარს. ეს იქ არის ფასიც ნახსენები სახარებაში 300 დრაქანი. ეს არის უზარმაზარი თანხა. მე გაგახსენებთ, როცა უფალი ძალიან დიდი რაოდენობის ხალხს დააპურებს, მოციქულები ამბობენ, რომ 200 დრაქანის პურიც არ ეყოფაო და აქ ლაპარაკია 5000 კაცზე მარტო და იქ არ გულისხმობიან ქალები და ბავშვები. თუ ვიგულისხმობთ, რომ თითო-თითოეული ეყოლებოდა და რამდენი ბავშვი შეიძლება 20000-მდე ასულიყო. ეს არის უზარმაზარი რაოდენობა მასა ხალხისა, რომელიც მაცხოვარს დასდევდა, მისგან სასწაულს ელოდებოდა და 200 დრაქანის პური აი ამდენ ადამიანს დააპურებდა. ასე წარმოგიდგენთ 300 დრაქანი რა თანხასთან აგვაქვს საქმე. ანუ ძალიან ძვირად ღირებული იყო. შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს იყო მთელი ამ დედაკაცის მთელი ცხოვრების მიერ აი შენაძენი დაგროვილი, რომელიც შეიძლება გაეყიდა და მე მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრა. შემოსავს როგორც მარკოს მახარებელი საერთოდ ხატოვნად აღწერს ყველაფერს, ის სხვანაირად აღწერს და აი ესე შემოსრავს, გატეხავს და უფალს დაასხავს. ბუნებრივი რეაქცია. ყველა მოციქულის, არა მარტო იუდასი, ბუნებრივი რეაქცია. კიდევ ვიმეორებთ, ეს რეაქცია თითოეულ ჩვენთაგან შექნებოდა. ჩვენ რო კითხულობთ, ახლა მაცხოვრის ხარეზე ვართ და ვღიზიანდებით მოციქულებზე. მოციქულების რეაქცია, რატო გააკეთა ეს? როგორ შეიძლება ამის გაკეთება? განაარჯობდა ეს, გაგვეყიდა და გლახაკებისთვის დაგვერიგებინა. ანუ ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ თუ მათთან ერთად ვინ არის. მათთან ერთად არის ცხოვრების სიცოცხლის საწყისი. სამყაროს არსებობის საწყისი ადამიანად მოსული. მათ თვალწინ და ისინი ბოლომდე ამას ვერ აცნობიერებენ.
ისინი ვერ ასნობიერებენ იმას, რომ ყველაფერი ამ სამყაროში, მათ შორის ის, რომ შენ როგორ იცხოვრებ და რა შეიძლება გექნება, ახლა იქნები თუ მდიდარი, ყველაფერი მასია სწორედ დამოკიდებული. და არა მარტო ეს არის მასზე დამოკიდებული, არამედ ის სიყვარული, რომლითაც შენ ყველაფერს იკეთეს აკეთებ, ყველაფერს წყარო, სიყვარულის წყაროა, ღმერთი. ესენი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ და ამიტომ ჩდება უცნაური განცდა, თითქოს ენანებად. არ ჯობდა გაგვეკეთებინა, ხო? ანუ ფასეულობათა იერარქია, გარღვეულია და თვით მოციქულებში გარღვეულია ფასეულობათა იერარქია. მათთვის ამ შემთხვევაში გლახაკების დახმარება მეტია, ვიდრე ღმერთი, რომლის წყალობითაც ყოველთვის მოხდება გლახაკების დაპყრობა და დახმარება და სამყაროს არსებობა. მაგრამ ყველაზე მეტად ეს განიცადა იუდა. იმიტომ რომ მოციქულები დაწნარდებიან, უფალი აუხსნის, გლახაკები მარადის თქვენთან არიან, ხო რომ მე არა ვარ მარადის თქვენთან. და მე ახსნის კიდევ ერთ რაღაცას ამბობს, ძვირფას მირონს იყენებდნენ მიცვალებულთა გასაპატიოსნებლად. და ახსენებს ამას, რომ ჩემს დასაფლელად, ანუ ერთგვარი წინასახე, ანუ ამით მიანიშნე, რომ ვეღარ მოხდება მაშინ ეს, იმიტომ რომ თქვენ ჩემთვის მაშინ არ გეცლებათ შეშინებულები დაიფანტებით. აი დედაკაცი ამას აკეთებს, წინასწარმეტყველებს თითოეულ დედაკაცი. ანუ ახსნის, მოციქულები ჩერდებიან იუდას გარდა. იუდა არ ჩერდება. იუდას როგორც კი ესმის ეს სიტყვები, რომ რაღაც გაგრძალვაზე, დაფლაზე, მისი შინაგანი პროტესტი კიდევ უფრო ძლიერდება, რატომ? იმიტომ რომ იუდა სხვა მიზნით არის მაცხოვართან. იუდა მოციქულია, იუდა ძალმოსილებას ხედავს მაცხოვარში, იუდა მაცხოვრის ძალით სასწაულებს ახდენს, ისეთივე სასწაულებს როგორც მოციქულები. ანუ ეს ძალმოსილება ღვთისაგან, უფლისაგან მოცემული მას აქვს და მანამის გემოიცის. მას გაყოლია უკვე პატივისცემა ხალხისაგან, ანუ ეს ყველაფერი სტატუსი აქვს მას ესეთი, ხო? მაგრამ უცებ ხედავს, ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ხელიდან გამოეცალოს, იმიტომ რომ მაცხოვარი რაღაც უცნაურ რაღაცებს ამბობს. მაცხოვარი უარს ამბობს მეფურდიდებაზე, უარს ამბობს იმ მესიის, იმ მესიური წარმოდგენაზე, რაც მოციქულებს, იუდეველებს საერთოდ აქვს. მოდი გარკვეულად თქვა, ისეთ ეროვნულ იდეაზე, რომელთაც გამსჭვალული არიან მთელი ებრაელები და მათ შორის იუდა და რა თქმა უნდა მომავალ ზეობაზე, როცა იესო გამეფთებოდა, თვითონ იქნება ერთ-ერთი თქვა ვაზირი, ასე შეიძლება ითქვას და ამიტომ გადაწყვეტს, რომ იგი ანუ ვერ ხვდება რა ვინ არის შეიძულებს შინაგანად და გადაწყვეტს, რომ იგი გასცეს. გასცეს და თანამაში გარკვეული თანხაც აიღოს. მას გლახაკებისთვის კი არ ედარდებოდაო, როგორც მოციქული გვასწავლის, ანუ გლახაკები კი არ ედარდებოდაო, გლახაკებს დაურიგოთ, არამედ ის შესაძლებელი ყუთი თუ ანუ ტომარა მას ეკიდა, სადაც მოციქულებისთვის თანხას წირავდნენ, რითაც ისინი მე იკვებებოდნენ და იქიდან ბევრს მოიპარა და მპარავი იყო, ქურდი იყო, მას ანგარება აქვს. მაგრამ ეს ანგარება კიდევ ვიმეორებ, არ არის უბრალოდ ანგარება მხოლოდ, არამედ ეს იდეური ანგარებაა. რას გულისხმობ იდეურ ანგარებაში? იგი მაცხოვრისაგან სხვა რამეს მოელის, რომელსაც უკავშირდება მისი პირადი კეთილდღეობას, მაგრამ ეს სხვა რამეს ვერ იღებს, იგი მას უარყოფს. ანუ აქ არის ორი რამ, სიძულვილი და ანგარება გაერთიანებული. თან საოცარია, რამდენს იღებს იუდა თანხას? 21 ვერცხლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარტო ცოტაზე არ არის საქმე. 20 ვერცხლი იყო მონის საფასური ძველ აღთქმაში. ამით აქეთაც ჩანს ცინიზმი იმ წიგნობრებისა და ფარისეულებისა და იუდას თანხმობა ამ ცინიზმზე, რომ იგი თანახმაა, რომ ეს 20 ვერცხლი აიღოს. ეხლა ჩვენ ისტორია მოვყევით ისტორია რა მოხდა მაშინ. მე მეხება ეს თუ არა? გვეხება ჩვენ ეს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ რა ეკლესიაში ყველაფერი რაც დაიწერა, როგორც მოციქული გვასწავლის, ყველაფერი ჩვენთვის დაიწერა წმინდა წერილში, თითოეული მოვლენა სახარებისეული ჩვენ უნდა გავითავისოთ და ვიფიქროთ, რას გავაკეთებდით ჩვენ იქ. იუდას ადგილას, მოციქულების ადგილას, ფარისეულების ადგილას, რას მოვიმოქმედებდით, როგორ მოვიქცეოდით. ერთხელ ის გაგახსენებთ, როდესაც უფალი ამბობს, ერთ თქვენგანი გამცემს მე, მოციქულებს ჩოჩქოლი ატყდება. ნუ უკვე მე, ანუ მე ხომ არა. რა უცნაურია, ხო? ანუ კიდევ ერთი ნიშანი ჩვენთვის, რომ მოციქულობაც არ არის გარანტი იმისა, რომ შენ ქრისტეს დაინახავდი და ქრისტეს არ უღალატებდი. ქრისტეს გაგება ძალიან რთული და ძნელია, მაშინაც და ეხლაც. იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობით ჩვენ უბრალოდ ღმერთს კი არ ვერ დგულებთ. ღმერთის ერთგულება ხშირად მithქოს ხოლმე, შეიძლება სოქს ეხამუშება ყურში, რომ ღმერთისადმი ერთგულება ძნელი არ არის. რატომ? ცნებებს მომცემს და იმ ცნებებს აღვასრულებ. მეტნაკლებად
ეხლა ღმერთის ოცნებას ხო არ მომცემს, რომ ის შესრულებაც არ შემილია. და მრავალი რელიგია ცხოვრობს ესე, ასრულებენ ცნებებს და რაც მეტად შეასრულებენ, უფრო წმინდანობას უახლოვდებიან და მეტნაკლებად რაღაც გარანტიები აქვთ. გარანტიები. აი ფარისევლებს ქონათ გარანტია. ყველაფერს შევასრულებ და მე ვცხონდები. დღესდღეოსალი უამრავი რელიგია, რომელიც რომელიც წარმომადგენლები ღმერთს ერთგულებენ და გარანტიაც არის. აი გარანტია რა არის? ეს ცნებები ჩამოწერილი ხომ მაგ გაწერილი. ამას შევასრულებ და მე ესე იგი ღმერთი გადამარჩეს. ქრისტიანობაში გაცილებით სხვანაირად არის საქმე. საქმე იმაშია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. და შენ რომ იყო ღმერთის ერთგული, შენ გევალება რომ იყო მისი ერთგული როგორც ადამიანისაც. აი როგორც ადამიანის, რომ ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი. მას რომ უერთგულო სრულ კაცს, ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ ეს კაცი, ანუ იესო ქრისტე არ არის კაცი, რომელიც ერთგულება ადვილია, იმიტომ რომ ის არ არის ძალმოსილი, რომელთანაც ყოფნა ძალიან იოლია, იმიტომ რომ მისი ძალმოსილების ფრთებ ქვეშ ხარ, რაც იუდას უნდოდა, იუდამ რატო გასცა, იმიტომ რომ ქრისტეში მიხვდა რომ ქრისტე არ ხდება ძალმოსილი. მიხვდა რომ მისი ერთგულება არც იოლი ხდება და საბოლოო ჯამში ეს ჯვრამდე მიდის. შენ რომ ქრისტეს უერთგულო, მას გოლგოთამდე უნდა უერთგულო. შენ და უერთგულო მასში სიმართლეს, როცა სიმართლე ძალას არ ავლენს. შენ უნდა წახვიდე ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკური ავტორიტეტების წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ ფარისევლები. ამასოფლის სულის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, რომელმაც მოიძულა ქრისტე. აბა მიდი უერთგულე. მას შენი ეხლა ცოტა ისეთ კიდე ყურს შეიძლება ცუდად მოხდეს მაგრამ სახარება კარგად წავიკითხოთ. მას ქრისტეს შენი დახმარება ჭირდება. რატომ ღმერთს შენი დახმარება რა სჭირდება? იმიტომ რომ ის როგორც ღმერთი საკუთარ თავს არ ეხმარება. როცა შია და მოციქულებს საჭმელები წავიდნენ რომ იყიდონ. როცა წყურია სამარიტელ დედაკაც ესე იგი ეხოწება რომ წყალი დამალევინე, ხო? როცა გეციმანის ბაღში მოციქულებმა მიატოვეს, იმიტომ რომ ეძინება და დატოვეს. მიატოვეს უფალი ფაქტიურად. ცოტა ხანი ვერ იღვიძეთო, ჩემთან ანგელოზი ეცხადება და აძლიერებს. ესმით, ანუ მე იმის თქვა მინდა რომ მას როცა ჯვარცმის წინა პერიოდში ასე იგი ნებიშვიდეულის პერიოდში ხდება ლაზარეს რომელსაც კვეთით აღადგეს, მე ლაზარესთან რომელიც მეგობარია და მართასთან და მარიამსთან ისერებს მასთან არის რომ ადამიანურად მუგეში მიიღოს. და საბოლოო ჯამში საერთოდ მარტო დატოვებენ პილატესთან და იმასთან იროდთან მარტო დატოვებენ და პეტრეს დაინახავს და პეტრე უცებ ამბობს რომ მე ამ კაცს არ ვიცნობ. ხო წარმოგიდგენიათ რა მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ ძალიან ძნელია ქრისტეს ერთგულება და ამიტომაც იღებს იმ დედაკაცისაგან სიყვარულს, რომელიც მას ასეთ ძვირადღირებულ მირონს ასხავს და ნახეთ რას ამბობს, სადაც სახარება იქადაგება, ამ დედაკაცის საქციელი ყველგან იქადაგება. რა საოცარია, რამდენი ქალი არსებობდა სამყაროში. მაგრამ ყველაზე პოპულარული შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ეს დედაკაცია. რომელმაც აი ამგვარი საქციელი ჩაიდინა მაცხოვრის სიტყვების ძალმოსილებაც როგორ ჩანს. მაცხოვარმა ხო ვიცით რამდენი რამე თქვა რომელიც სახარებაში არ დაწერილი. აი მათ შორის თქვა ესეც. და ამ დედაკაცის სახელი ყველგან მოიხსენება და მართლაც ეს გავიდა 2000 წელზე მეტი და სადაც ქრისტიანობა ყველგან არსებობს, ყველა მიცის ამ დედაკაცის ესე იგი ამბავი, იმიტომ რომ აი მაცხოვრის სიტყვების ძალმოსილებით ეს ისტორია თითოეული ჩვენთან განის არის სამაგალითოდ, რომ ცხოვრების საზრისი მიზანი არის ადამიანად მოსული ღმერთი. არა ჩვენი შეხედულებები, ვის დავეხმაროთ, როგორ გავაკეთოთ, რა მოვიმოქმედოთ, ადამიანური ლოგიკა, სადაც და ძალიან ხშირად ადამიანურ ლოგიკაში ცენტრალური ადგილი ადამიანს უკავია. ადამიანს უკავია, ისე რომ ღმერთი აღარ არსებობს ჩვენთან და ქრისტიანობა სწორი არ არის. იმიტომ რომ შენ თუ ადამიანისადმი სიყვარული გინდა ღმერთი უნდა იყოს ცენტრი, რომელიც არის წყარო თითოეული ადამიანის სიცოცხლისა. დედაკაცის საქციელი ამას გვაჩვენებს. იუდას საქციელი გვაჩვენებს იმას, რომ როგორ შეიძლება რომ შენი პიროვნული სიმართლით თავარი დაკარგო ცხოვრებაში და თითოეულმა ჩვენთაგან უნდა გავიაზროთ, როგორ და როდის შეიძლება და ჩვენ იგივე გაგვეკეთებინა. და მე ვიტყვი რომ ძალიან ხშირად ვაკეთებ ჩვენ იგივე როცა ქრისტეს უგულებელს ყოფთ და რაღაც ჩვენი ადამიანური სამართლიანობით ადამიანური სიმართლით მოქმედებთ და გონია რომ მართლები ვართ და სიკეთის სახელით მოქმედებთ და ძალიან ხშირად ღმერთის სახელით და დავინახავთ რა ჩვენ ამ ყოველივე საკუთარ თავში შევინანოთ. ერთია მამავის რომ თქვათ აი შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ხშირად შეიძლება მართლა ვემსგავსებოდეთ იუდას ჩვენი იგივე თქვათ არაქრისტიანული ცხოვრების წესით ცნებების უგულებელყოფით და მეორეა რამდენად ვიაზრებთ ამას. თუ არ მოხდა ამის გააზრება, ეს ხომ რჩება რაღაცა თქვა. რჩება. გვერდზე რჩება, ანუ არ არის ეს მაშინ ცოცხალი ჩვენ ცხოვრებაში.
წერან მე ვთქვი რომ მოციქულები როცა ამბობენ ერთი თქვენგანი გამცემსო თქვენო და მოციქულები როცა ამბობენ რომ ნუ უკვე მე ანუ მე ხომ არა ვარ აქ მათ შორის ორი ადამიანი ორი მოციქული ამბობს ორ მოციქულს არ ეპარება საკუთარ თავში ეჭვი იოანეს და პეტრეს და აქედან პეტრეც შეცდება და იტყვის ქრისტეზე მე ამ კაცს არ ვიცნობო ანუ ეს ყველაფერი დაიწერა იმიტომ რომ ესე იგი თუ მოციქულებს ესეთი რამე დაემართათ ჩვენ შეიძლება დაგვემართოს ხო ესე იგი ჩვენში უნდა ვეძებოთ ეხლა რა შემთხვევაში ეხლა ესე ვთქვა წავედი მე და მონის საფასურად ქრისტე გავყიდე ეხლა ეს იმას კონკრეტულად დაემართა მას დაემართა კონკრეტულად მაგრამ ეს უნდა განვაზოგადოთ მე შეიძლება 30 წლად ქრისტე არ გავყიდო მაგრამ განა ქრისტეს გაყიდვა მარტო სწორედ ამაში შეიძლება გამოვლინდეს 30 წლად გავყიდო მე უნდა დავინახო მიზეზი იუდასეს რატო დაემართა ერთი ის იყო პირველი მას არასწორი დამოკიდებულება არასწორი შეხედულება ჰქონდა ქრისტეს იგი ქრისტესთან იყო ანგარებისგან ხო გასაგები ადამიანი იტყვის მაგრამ ჩვენ ეს გვეხება როგორ არ გვეხება ეხლა ჩვენ ვიცით კაცო საკუთარ თავთან რო ჩვენით ახსარებებს ვამბობ თითოეული ჩვენთაგანი როგორ მივიდა ღმერთთან სულ თავიდან პირველად უმრავლეს არ გამონაკლისები მაგრამ უდიდესი უმრავლესობა მიდის ანგარებით რა ანგარებით რაღაცა მიწერი პრობლემა აქვს და ამ მიწერი პრობლემით მიდის თავიდან როცა ეს ხდება ეს არ არის დიდი პრობლემა გამიჭირდა და გამოსავალი სადვეძებო და მივედი ეკლესიაში და ღმერთო რომელიც ვიცი რომ ყოვლისშემძლე არსება რადგან მიწიარად გამოსავალი ვერ იყო ღმერთი დამეხმარა მაგრამ გადის წლები და მე ნელ-ნელა ვაცნობიერებ სად მოვხვდი ვისთან მოვედი და ქრისტიანობა არ ნიშნავს როგორც ახლა გითხარით აი ღმერთის ყოვლისშემძლე ღმერთის ერთგულებას უბრალოდ არამედ ქრისტიანობა ნიშნავს გოლგოთაზე ჯვარცმულის ერთგულებას რომელიც თავის ძალას არავლენს და ეს ადვილი არ არის მე აღმოვაჩენ რომ მიუხედავად ამ ყველაფრის ცოდნისა მე მაინც ანგარებით ვარ მე როდესაც ეკლესიაში წირვაზე მივდივარ მე ვცდილობ რომ მივიღო რაღაც კიდე ამ ქვეყნიური წყალობა, ჯანმრთელობა, სიკეთე, 1000 წარმატებები და ნაკლებად ვფიქრობ იმაზე რომ მე რა მივიტანე ეკლესიაში. რა უნდა მივიტანო ადამიანი წყოს ეკლესიაში? ერთგულება უნდა მივიტანო. გულმხურვალება უნდა მივიტანო. ერთგულება უფლისადმი გულმხურვალე სარწმუნოება. იმ ცნებების რომელიც აი ზოგს ცნება გონია მაინდა-მაინც არაკასკლა და არ მოიპარო და ასე შემდეგ მაგრამ გულმხურვალება, მოუკლებელი ლოცვა, მარადიული სიხარული. მზადყოფნა იმისა რომ საქმეზე თუ მიდგება და საქმე თუ დაჭირდა ეს თავიც კი შევწირო ქრისტესადმი რწმენას. მე გარდა ამისა გავიაზრო რომ ეკლესია ერთობაა და მე აქ ერთობაა ხო? ეკლესია აი ეკლესიის სიმბოლური ბროწეული. შიგ ერთი ნაყოფი მაგრამ შიგ მრავალია. ეს თითოეული უჯრედი ერთმანეთზეა და დამოკიდებული ჩვენ ქრისტეს ერთი მისტიური სხეული ვართ. სულიწმინდის მიერ პიროვნულ თვითყოფადობას ვინარჩუნებთ, მაგრამ ქრისტეს სხეულში რადგან ვართ ერთობა გვაქვს, ერთ სიცს და ხოცს ვეზიარებით, ვაცნობიერებთ ხოლმე იმას, რომ მე მივდივარ არა მარტო ჩემთვის, არამედ შენთვის, მისთვის, შენ ჩემთვის, ჩვენ ერთმანეთისათვის მივდივართ, რომ ერთად შევერთდეთ ლოცვაში და ღვთისაკენ ერთად ვიაროთ. გესმით, მე უნდა მივიტანო საკუთარი ეგოიზმი და იქ დავდო, ვინც უარყოს საკუთარი თავი, იგი გადაარჩენს მას. აი საკუთარი თავის მიტანა და ღვთის სამსხვერპლოზე დადება. აი ეს არა გვაქვს ჩვენ და ამიტომ აქედან გამომდინარე ანგარებით ვართ რა ყოველთვის შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში როცა ჩემს ეგოს ანუ ეგოიზმს სიამოვნება ისე რომ საკუთარ სინდის მოვატყვილებ ამასაც ადამიანი კარგად სწავლობს იუდა მოვატყვილა საკუთარი სინდის ხო საკუთარ სინდის მოვატყვილებ მე ძალიან მშვენივრად შემიძლია იუდას საქციელი ჩავიდინო და დამენანოს ქრისტესათვის ყველაზე ძვირფას, ამ დროს ყველაზე ძვირფასი რაც ქონდა იმ მომენტში დედაკაც ეს იყო. და ჩვენ ერთში ძალიან ხშირად გამოვლინა, გახსოვთ თით სამებას ვაშენებდე. როგორი საუბრები იყო ხოლმე. აბა რა დროს ეგ არის, ხა ამის აშენების დროა, ზუსტად ეს იყო. ზუსტად მოციქულთა ეს დამოკიდებულება იყო. კეთილი, მამ თეოდორ მე და დარწმუნებულიც კი ვარ რომ თქვენ საუბრიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დაფიქრდება ჩვენი ტელემაყურებელი ამ დღის მნიშვნელობის ამ დღის სიმძიმის შესახებ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ჩვენ და აუცილებლად მინდა გკითხოთ წარმართული ტრადიციის ჭიაკოკონების შესახებ რომელიც დღესაც სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ მაინც იმართება ხოლმე და აი ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი მე რამე კურსიცი მე ბავშვობაში მახსოვს და ახლა ეკლესია მე არ ვიცი შენი ბავშვობა როგორ იყო და ჩემი ბავშვობა მაგარი ღმერთო იყო არა ნუ ჩემ დროს ოშტოში ჭიაკოკონას ვამთებ ღმერთის სახელის გაგონებაც არ იყო ჩემს ბავშვობაში და მაგრამ ერთი უცნაური რამე მახსოვს ყოველთვის ვიცოდით ყველა მიცოდა რომ ვნების შუდეულის ოთხშაბათს არის ჭიაკოკონობა მაგრამ
ეხლა ვიფიქრები, არავინ არ იცოდა, რომ ეს იყო ნების ოთხშაბათი, რომ ეს იყო არავინ არაფერი არ იცოდა და ეს მე ძალიან ამას უცნაურ, მე არ ვიცი, მე მინდა ლოგიკურად ავხსნა, თუ ვინმე ამიხსნეს ეს სხვა დროს სხვა საკითხია, მაგრამ მე მეუცნაურება, რომ ყოველთვის ხო ემთხვევა ოთხშაბათს. ну ეს ერთგვარი ცინიზმიც არის, გასაგებია, მაგრამ ცინიზმი ვისგან მე კითხვა მიჩნდება. საიდან იცოდნენ ადამიანები, რომელმაც არაფერი არ იცოდნენ. ყოველთვის იცოდნენ, რომ ამ დროს უნდა ყოფილიყო ჭიაკოკონობა, როცა არანაირი ეკლესიური რელიგიური კალენდარი მათ არ იცოდნენ და ვისგან არის ეს ცინიზმი? ვიღაც ესე იგი ჩვენმა ბებიებმა, ბაბუებმა ზუსტად იცოდნენ ეს აღდგომავნები შვიდეული, თითოეული დღე რას ნიშნავს და როგორ არის და თან ამ წარმართულ რაცეცხლ თაყვანისმცემლობას ეწეოდნენ, თუ ქრისტიანობა იცოდნენ, ამას როგორ გააკეთებდნენ და თუ ქრისტიანობა არ იცოდნენ, როგორ გაამთხოვდნენ. ამიტომ ხშირად მე ვფიქრება ხოლმე, რომ ნიკოდიანი ეშმაკისგან ხო არ არის მეთქი, ეს ცოდნა საიდან, რონაირად, რა უცნაურია ეს. ხო და რაც შეეხება ახლა დღეს 21 საუკუნეში, კაი, მაშინ კიდე მართლაც არავინ არაფერი არ იცოდა. დღეს, როდესაც ადამიანი კიდევ ცეცხლში, ну, ვინც ახლა მექანიკურად აკეთებს, მაგრამ დღეს ვინ შეიძლება ადამიანმა რამე მექანიკურად აკეთოს? ამიტომ როცა ადამიანი უაზრობას აკეთებს, უკვე აქედან გამომდინარე ეს არის მართლაც ცოდვა და სისულე. კეთილი, და დავასრულოთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხათ თეოდორე საინტერესო საუბრისთვის, მოგზაურობისთვის, ჩვენ ტელემაყურებელს კი შევახსენებ. ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოს თეოდორე გიგნაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი.